სოციალურად დაუცველებისათვის სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგია 2015 წლის იანვრიდან ამოქმედება. კონკრეტულად როგორ მოხდება სტატუსის მინიჭება, ამის გასარკვევად ხობის სოციალური დაცვის სააგენტოს ვესტუმრეთ. რა ცვლილებები შედის კანონში და როგორ მოხდება სოციალურად დაუცველებისათვის სტატუსის მინიჭება? კი ბატონო, სოციალურ დაუცველთა სისტემა მოქმედებს 2005 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, ესე იგი, ორჯერ მოხდა შეცვლა იმის 2005-ში დამტკიცა და შემდეგ 2010-ში შეიცვალა, ახალი მეთოდოლოგია იქნა მიღებული და ახალი შეფასების კრიტერიუმები. ეხლა ისე 2015 წლის იანვრის თვიდან ამოქმედება, როგორც მთავრობა მიიღო დადგენილებას სოციალური სისტემის შეცვლის შესახებ, ამოქმედება ახალი მეთოდოლოგია და ახალი შეფასების კრიტერიუმი. ეხლა რა შეიცვლება თვისობრივად? მეთოდოლოგია, ესე იგი, შეფასების კრიტერიუმში საერთოდ გათვალისწინებული არ იქნება აგენტის სუბიექტური შეფასება. ესე იგი, რას ნიშნავს აგენტის სუბიექტური შეფასება? როცა შედის ოჯახში სოციალური აგენტი დეკლარაციის ბოლო გვერდზე, ის აფიქსირებს თავის შეფასებას. დაუშვათ, ღარიბია, ყატაკია, რა ქვია, მდიდარია, საშუალო შეძლებისა თუ რა არის. ეს აღარ გაითვალისწინება. გარდა ამისა, გამოღებულია ყველა საყოფაცხოვრებო საგნები. მაცივარის არესხი მანქანა, გაზ-კურა, წყლის გამათბობელი, გაზის გამათბობელი, ვიდეოამციფრული ვიდეოკამერა, ვიდეომაგნიტოფონი, დენის გენერატორი, კონდიციონერი, საზავო კომბაინი, ჭურჭლის არესხი მანქანა, გაფრენისა და წყლის სხვადასხვა საშუალებები. ტერიტორიული ერთეულები დაშლადაა წარმოდგენილი. არის შემდეგ დაერადაა წარმოდგენილი თბილისი, დიდი ქალაქი, პატარა ქალაქი და სოფელი. ეხლა რა გაითვალისწინება თბილისში, დიდ ქალაქში, პატარა და სოფელში გაწერილია ცალ-ცალ. ეხლა პატარა ქალაქში შინამორდოს ყველა ოჯახი წერები, ყველგან იწერება, ერთი სრულწლოვანი შვილი მაინც ცხოვრობს დამოუკიდებლად. იწერება მხოლოდ პატარა ქალაქში, ჩვენ შემთხვევაში და სოფელში. ოჯახის უფროსი არის კაცი. იწერება დიდ ქალაქში და სოფელში. უმაღლესი განათლების მქონე წევრთა წილი იწერება ყველა ქალაქში და სოფელში. 18-დან 65 წლამდე შრომის უნარიანი წევრები წილი ოჯახებში არ იწერება პატარა ქალაქში და არ იწერება სოფელში, იწერება თბილისსა და დიდ ქალაქებში. შემდეგ ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს ოჯახში, მხოლოდ სოფელში გაითვალისწინება. ჯამური შემოსავალი გაითვალისწინება ყველა კატეგორიაში. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახდელი თანხა გაითვალისწინება ყველა კატეგორიაში. ქონება. აქ არის საინტერესო ქონებაში როგორ გადანაწილდა ახლა კატეგორიები. საკუთრებაში არსებული სასოფლო საბერძნო მიწის ფართობი გაითვალისწინება მხოლოდ სოფელში. რაც და ქულების რაოდენობა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის 57,000 ნაკლებზე ქულა. ეს არის ოჯახის უფროსზე 60 ლარი, ხოლო შემდეგ ყოველ მომდევნო წელზე 48 ლარი. ახალი კანონმდებლობით იქნება ამ შემდეგი. როცა ოჯახი მიიღოს საერთოდ ნაკლებია 30,000-ზე, ოჯახის ყველა წევრი მიიღებს 60 ლარს და პლუს თუ არის 18 წლამდე ბავშვი დაემატება 10 ლარი. 30,000-დან 57,000 ჩათვლით. ოჯახის ყველა წევრი მიიღებს 50 ლარს და თუ არის ბავშვი 18 წლამდე დაემატება 10 ლარი. ოჯახი თუ მიიღებს 57,000-დან 60,000-მდე ქულას. ოჯახის ყველა წევრი მიიღებს 40 ლარს და დაემატება თუ არის ბავშვი 10 ლარი. თუ ოჯახი მიიღებს 60,000-დან 65,000-მდე ქულას, ოჯახის ყველა წევრი მიიღებს 30 ლარს და დაემატება 10 ლარი, თუ არის ბავშვი 18 წლამდე. და 65,000-დან 100,000 ჩათვლით, თუ არის ბავშვი 18 წლამდე მიიღებს მხოლოდ 10 ლარს, მხოლოდ ბავშვი მიიღებს 10. სხვათან არ შეიძლება. ესე იგი გაჩნდა 1 2 3 4 5 კატეგორია. და აქ ცვლილება ის არის, რომ თუ აქ ღებულობს ღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით ოჯახის უფროსი 60 ლარს და მომდევნო წევრი 48 ლარს, აქ ყველა წევრი ღებულობს 60 ლარს. ყველა წევრი. და პლუს 10 ლარიან დანამა თუ არის ბავშვი 18 წლამდე ოჯახის წევრი. ანუ ისინი ვინც 2015 წლამდე ვერ მოხდა სოციალური დაცვის სისტემაში, რომდე აქვთ რო ხელახალი განაცხადი მოქმედი წესით ეს არის 1 წლის ვადის გასვლა საერთოდ მინიჭებით. ან თუ გადამოწმების მიზეზი სხვა რა არის. ეს არის სამუშაო დაკარგვა, სამუშაო დაწყება, ან ინვალიდობის დადგენა, ან რაღაც სხვა სასულიერო დემოგრაფიული სრულება და სხვა. ეს არის ძირითადი მიზეზი ოჯახის შეფასების. გადამოწმების მიზეზი უსულელი.